მოგესალმებათ სენაკის ხმა. მე კი მის წამყვანი ილია გვარამია გახლავართ. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ქალბატონი ვენერა ხახუბია. თუმცა მსმენელთა უმეტესობა იცნობს როგორც მაცაცოს. მოგესალმებით ქალბატონო ვენერა. რატომ ორი სახელი? პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო ილია, თქვენს და თქვენს მსმენელებსაც. გილოცავთ ამ ინოვაციურ და წინ გადადგმულ ნაბიჯს და დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისათვის. სწორად აღნიშნეთ, რატომ ორი სახელი. ვენერა არის ჩემი ბებიის სახელი და იქიდან გამომდინარე, რომ ძველად იყო ტრადიცია, შულს უნდა რქმოდა ბებიის სახელი, ამიტომ დამარქვეს ვენერა. თუმცა პატარა კურიოზი არის ამასთან დაკავშირებით. ბავშვებიდან სულ მაცაცოს მეძახოდნენ და ეს სახელი მესმოდა და პირველ კლასში, როდესაც ამოიკითხეს ვენერა ხახუბია, შესაბამისად არ ჩავთვალე მე რომ ვიყავი და სწორედ მაშინ გავიგე რომ მე ვქვა ბებიას სახელი. დღესდღეობით მაცაცოთიც მიცნობენ ვარ ვენერა ხახუბია და ვამაყობ რომ ბებიის სახელის მატარებელი ვარ. ძალიან საინტერესო. ქალბატონი ვენერა გამოირჩევა სხვადასხვა ინტელექტუალური და შემოქმედებითი ნიჭით. მისი შემოქმედებისა და წარმატების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი არსებობს, რომლის გაცნობასაც შევეცდებით ჩვენს გადაცემაში. როგორც ვიცი, ხართ ფოფოდია. მსმენელებსაც რომ განვუმარტოთ თუ რას ნიშნავს ფოფოდია და ამავდროულად ასწავლეთ სკოლაშიც, ტექნოლოგიების მიმართულებით. აქტიურად აკეთებთ ღონისძიებებს, თავად წერთ სცენარებს და ლექსებს, ხართ დაკავებული მეწარმეობით და ამ მიმართულებითაც ასწავლეთ ბავშვებს. ასევე ხართ ჯარისკაცი და ამავდროულად ხართ დაკავებული ქსელური მარკეტინგით. გაგვიზიარეთ, როგორ ახერხებთ ამდენი საქმის ერთმანეთთან შეთავსებას, თან წარმატებულად. ვფიქრობ, ჩვენი მსმენელებისთვის საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილების გაზიარება. რაც შეეხება განმარტოთ თუ რა არის ფოფოდია, ფოფოდია ნიშნავს მღვდლის მეუღლეს, ეს ბერძნული სიტყვიდან გამომდინარეა, პოპდია, ანუ მღვდლის მეუღლე და შესაბამისად, რადგან ჩემი მეუღლე არის სასულიერო პირი, მეც ვიწოდები როგორც ფოფოდია. ხლა რაც შეეხება იმას თუ როგორ ვაპირებ ამდენი საქმის ერთმანეთთან შეთავსებას, ზოგჯერ ეს მე კიდე მიკვირს როგორ ვახერხებ, მაგრამ თავარია რომ ვახერხებ და ნამდვილად ამის შედეგიც დევს და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც იმაშია რომ როგორ ვახერხებ არის დროის სწორი მენეჯმენტი. ყოველი დრო და წუთი თითქმის გათვლილი მაქვს იმისთვის რომ ყველა საქმე ერთმანეთს შეუთავსო, ვიყო პასუხისგებლიანი და მქონდეს ის მიღწევები და შედეგები რაც ნამდვილად მაქვს. კი ბატონო. გადმოვალ მაშინ პირველი შეკითხვით და შეკითხვა არის ესეთი. როგორია მოძღვრის მეუღლის ცხოვრება და რა პასუხისმგებლობებს მოიცავს ეს როლი? ცოტა ისეთი კითხვა რთულად შეიძლება ადამიანმა უპასუხოს ამ კითხვას, მაგრამ მაინც ძალიან მარტივად ვიტყვი მსმენელისთვის გასაგები რო იყოს. ხელდასმის შემდეგ მღვდელი თვისობრივად ახალ საფეხურზე ადის და ადის თავის ოჯახთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად. ამიტომ მღვდლის მეუღლე ინაწილებს მოძღვრის ჯვარს შესაბამისად, ხო? თუ მეუღლე თავის მოძღვარს მეუღლესთან ერთად არ იღებს ამ ჯვარს, ნათქვამია რომ მას ეშმაკი დაამარცხებსო. მისი საშუალებით ქმარსაც დაამარცხებს, ანუ თუ მეუღლე იქნა წარუმატებელი, შესაბამისად ქმარიც წარუმატებელია და აქედან გამომდინარე დამარცხებული ქმარი ვეღარ იმგვდელებს. ამიტომ მღვდლის მეუღლეობა უდიდესი პასუხისგებლობაა. არ ვამბობ იმაზე, რომ მოძღვრის მეუღლე სახე უნდა იყოს ქართველი ქრისტიანი დედაკაცისა. როგორ აისახება თქვენი მეუღლის საქმიანობა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რა როლი გაქვთ მეუღლის მსახურებაში? როგორ უჭერთ მას მხარს? ზოგადად მოძღვრობა ძალიან მძიმე ჯვარია. მოძღვართან ხომ უმეტესად ტკივილიანი ადამიანები მოდიან, პრობლემების მქონე ადამიანი, ვითაც მოძღვარი ძალიან მძიმდება. აქედან გამომდინარე, მე ამის გააზრება და გაგება შემიძლია. ამიტომ ვცდილობ ყოველდღიური ყოფით არ დავუმძიმო ცხოვრება.
და იქ ყველაფერი ავიღო ჩემს თავზე. როგორიცაა შვილების სწავლა, განათლება, წრეები, საოჯახო საქმეები, რათა ოჯახში მოსული მღვდლისთვის ოჯახი იყოს ერთგვარი ნავსაყუდელი. ხართ ფოფოდია. რა მიგიყვანათ მასწავლებლის პროფესიაში? უშუალოდ არ მაქვს დამთავრებული პედაგოგიური სინამდვილეში პროფესიით ვარ ეკონომისტი, დამთავრებული მაქვს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიებს კარგად ვფლობდი, პირველად როდესაც შემოვიდა ტექნოლოგიების სწავლება, სკოლამ დადო ვაკანსია და აქედან გამომდინარე, პირველად მასწავლებლობა დავიწყე იმ დროიდან. უკვე 17 წელია ვარ ტექნოლოგიების მასწავლებელი, ჩაბარებული მაქვს სასერტიფიკაციო გამოცდები და დღემდე მუშაობ სკოლაში ისტის მასწავლებლად. შვენიერი. ფოფოდია როგორც ტექნოლოგიების მასწავლებელი. მოისმენთ შემდეგ გადაცემაში. ქალბატონო მაცაცო. კიდევ ერთხელ მადლობა მოგბრძანებისთვის, გისურვებთ წარმატებებს. თქვენც მადლობა მოწვევისთვის, თქვენც გისურვებთ წარმატებებს.